ახლა ერთი ძალიან კარგი ამბავი უნდა მოგიყვეთ, მაგრამ სანამ ამ ყველაფერს მოგიყვებით, თქვენგანაც მაინტერესებს გავიხსენოთ ლიმონს, რა სასარგებლო თვისებები შეიძლება გქონდეს. იცი, სხვათა შორის ძალიან მიყვარს წყალში ჩაგდებული ლიმონი. ესეთი როცა წყალს ვამხოლმე ვაგდებ ლიმონს, ასე ამბობენ, რომ ძალიან სასარგებლოა გარდა. ტონის დაკლებისთვისაც მე მგონი ხელს უწყობს, ხო? ვთქვამთ, რა ტონის დაკლებაზეც კარგად მუშაობს, ასევე სახის კანი. ნუ ახლა იმუნიტეტს რო აძლიერებს და ვირუსებისგან გვიცავს, ეს თავისთავად. მოკლედ ლიმონი ძალიან გვიყვარს. განსაკუთრებით თევზს უხდება კიდე. თევზი მოსხმული არის უგემრიელესი. გადააჭარბა პასუხმა ლიმონთან დაკავშირებით. დიახ, ეს ნამდვილად ასეა, მაგრამ არ ვიცი იცოდით თუ არა, რომ ნახევარი ლიმონიც კი გაძლევს შესაძლებლობას გამდიდრების და ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის ძალიან კარგ შანსს. არა, ეს უნდა მოგვიყვე, როგორ შეიძლება გამდიდრდეთ ნახევარი ლიმონით და რეალობაა თუ არა ეს. ახლავე, რა თქმა უნდა, რეალობაა და ამ რეალობას წარმოგიდგენს საქართველოს ეროვნული ლოტარია, რომელმაც ბაზარზე რამდენიმე თვის წინ გადასაფხე კი, ანუ მომენტალური ლოტარია ნახევარი ლიმონი გამოუშვა. ნახევარი ლიმონის საპრიზო ფონდი არც მეტი, არც ნაკლები 13,800,000 ლარია, ხოლო მაქსიმალური მოგება 500,000, ანუ ნახევარი მილიონი ლარი. მოგეწონა ნინო ციფრები. ნახევარი ლიმონით მოვიგებ ნახევარ 500,000 ლარს. კი ბატონო, 100 დიახ, სწორად გაიქედა. აბა როგორ გვაჩვენეთ, სად არის ეს? მაგალითად გეტყვით ახლავე. ამის მაგალითია თბილისელი ქალბატონი დოდო დეღელაძე, რომლის ცხოვრებაც 11 თებერვალს სრულიად შეიცვალა ერთ წამში, რადიკალურად თან უკეთესობისკენ. სახლში მიმავალმა გულგრილად ვერ ჩაუარა მარჯანიშვილის მეტროში მდებარე ლატარიის პატარა ჯიხურს და ერთი 7 ლარიანი მომენტალური ნახევარი ლიმონი შეიძინა. იქვე გადაფრიკა და რამდენი მოიგო? 500,000 ლარი. მერთო რა კარგი. რა მაგარია, როდესაც აი ასეთი წარმოუდგენლად იღბლიანი ხარ, გულოცავთ ქალბატონ დოდო დეღელაძეს ამ მოგებას, როგორც ვიცით, თანხამა საზეიმო ვითარებაში უკვე გადაეცა, ნახოთ ახლა სიუჟეტი, გავიცნოთ იღბლიანი მოგებული და შევიტყოთ, როგორ აპირებს ქალბატონი დოდო მოგებული ნახევარი მილიონი ლარის დახარჯვას. ოცნებები ხდება და დოდო დეღელაძე არის იმის ცოცხალი მაგალითი, რომ ერთ დღეს ნებისმიერი ადამიანის ცხოვრება შესაძლებელია რადიკალურად შეიცვალოს. ჩემპიონატის გასიარებისთვის დღეს საქართველოს ეროვნულ ლოტარიას ძალიან ღირსშესანიშნავს ყრიავს ქალბატონ დოდოსთან ერთად. ქალბატონი დოდო 72 წლის ასაკში მომენტალური ლოტარია ნახევარი ლიმონის დამსახურებით დღეს 500,000 ლარის მფლობელია. ის დიდი ხანია მომენტალურ ლოტარიას თამაშობს, თუმცა ამის მიუხედავად მისთვის და მისი ოჯახის წევრებისთვის გამარჯვება მოულოდნელი იყო. როგორც მე ვარ ბედნიერი, ესე თქვენც გადმოგცნოდეთ ჩემი წყალი. პირველად არ მჯეროდა იქვე მომუშავე ქალბატონს ხოლმე დაესინჯა, ნახა და მითხრა, რომ მოგებული გაქვსო. მეუღლეს უთხარი არ ჯეროდა, რა თქმა უნდა, მითხრა რას ლაპარაკობ. ყველათ მატყილებს თუ რა შეასაქმეო. ძალიან დიდი მადლობა საქართველოს ეროვნულ ლოტარიას. გადაფხიკე და მოიგე ამ ჯადოსნური სიტყვებით მომენტალური ლოტარია ნებისმიერ ადამიანს სწრაფი მოგების შანსს აძლევს. ნახევარ ლიმონში მოგებული ნახევარი მილიონი ლარი დოდო დეღელაძე საზეიმო ვითარებაში გადაეცა. სპეციალურად ამ ამბის მისალოზად ლოტარიის კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად მას ესწრნენ ცნობილი იუთუბერები ნიკა ვასაძე და უგა ჭყონია, რომელთაც ფართო საზოგადოება ჰანგრიმენის სახელით იცნობს. ქალბატონო დოდო, უკვე მოვედით ფოტოს ოფიციალურ სტუდიაში, სადაც ძალიან ცოტა ხანში გადმოგეცემათ თქვენი კუთვნილი ნახევარი მილიონი ლარი. მიხარია რომ მაგარ საქმეში ვარ მონაწილეები. მომენტალურ ლოტარია ნახევარი ლიმონის საპრიზო ფონდიდან, რომელიც შეადგენს 13,800,000 ლარს, დარჩენილია კიდევ ბევრი სხვადასხვა რაოდენობის ფულადი პრიზი. ბილეთის ღირებულებაა 7 ლარი, ხოლო მისი შეძენა შესაძლებელია ქსელურ მარკეტებში, საქართველოს ეროვნული ლოტარიის ჯიხურებსა და სერვის ცენტრებში მთელი საქართველოს მასშტაბით. 11 თებერვალს ქალბატონი დოდო დეღელაძისთვის ნამდვილად იღბლიანი დღე აღმოჩნდა.
ქალბატონმა დოდომ მერჯენიშვილის მეტროში შეიძინა გადასაფხეკი ლოტარია 9 ლიმონი და მოიგო 500.000 ლარი. ულოცავთ პირველ რიგში ქალბატონ დოდოს გამარჯვებას, ყველას ვუსურვებთ მოგებას. თქვენ კი გახსოვდეთ, რომ იგებს ის, ვინც თამაშობს. აღსანიშნავია, რომ ლოტარიის მოთამაშეები ავტომატურად ხდებიან ქველმოქმედების მონაწილეები, რადგან ბილეთებიდან შემოსული თანხის ნაწილი სოციალურ პროექტებს ხმარდება. ამიტომ ითამაშეთ ლოტარია, მოიგეთ, გამდიდრდით და აკეთეთ სიკეთე. რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა ვილოცავთ ქალბატონ დოდოს ამ წარმატებას და რა თქმა უნდა, ახლა სადაც ბილეთი იყიდა გააზრებულად და მოიგო, დახარჯვასაც შეძლებს როგორმე უჩვენოთ და სხვების დახმარების გარეშე. კი ბატონო, ამასობაში უკვე შემოგვიერთდა სტუდიაში საქართველოს ეროვნული ლოტარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო პოდრჟევსკაია. დილა მშვიდობა. მან მილიონია. რამდენი 9 მილიონია, საერთოდ დარჩენილია 2,9 მილიონი ლარის მოგება, 6 ერთეული 100.000 ლარის მოგება და 5,000 ლარის მრავალი მოგება და კიდე სხვადასხვა პატარა საპრიზო. აი, მრავალი სხვა მოგება რა არის, რა იგულისხმება, რა შედის? 100 ლარი, 150 ლარი, 200 ლარი, 500 ლარი და ასე შემდეგ. ანუ დიდი მოგებები იწყება 5,000 ლარიდან, მერე ადის 100.000 ლარზე და 500.000 ლარი ხო საკმაოდ. ნუ ახლა ერთ ბილეთს 500.000 ლარი კიდე დარჩა. კი ბატონო, 3,500,000 ლარი თამაშდებოდა. როგორც უკვე ვიცით, ქალბატონმა დოდომ მოიგო 500.000 ლარი რამდენიმე დღის წინ და მას ულოცავთ ყველანი ერთად და დარჩა კიდე 2,500,000 ლარი გასათამაშებელი. ადამიანი მომეცი 2 წელი გადავხიკო. აილებეთ, უნდა გადავხიკოთ. შენს ხელს დაბრალდება ნინო იცოდა. დაბრალდეს, რაც იქნება იქნება თქვენი ლაპარაკი. არა, ჯერახსენე, ზაგად სად გადავხიკო. მაყურებელმა გაიგოს წესები და გაგიცვალო. კი ბატონო, შენ თვითონ აირჩიე. თვითონ ავირჩევ. როგორ უნდა გავიგოთ? ეხლა მოდი გეტყვი გოდერძი რომ გადავხიკო, ხო უნდა მივხვდე რა მოიგე და როგორ მოიგე, ხო, სად არის 500.000 ან თუ არის 100.000-იც გეყოფა. კი ბატონო. აქ ანუ თან ამ ჩვენ მომენტალურ ლოტარია 9 ლიმონს აქვს კიდევ ერთი უპირატესობა, ანუ ერთ ბილეთში მოცემულია 2 თამაში და მოგების 2 შანსი. ხო. კი ბატონო, არის გადასაფხეკი 2 ველი. აქეთ ველში უნდა გადავხიკოთ და აღმოაჩინოთ ლიმონი ან 07. 07-ის ქვეშ მითითებული თანხა არის მომგებიანი, სწორედ ის თანხა, რაც 07-ის ქვეშ ეწერება და ასევე თუ აღმოაჩენ 5,9 ლიმონს მოიგებ რას გოდერძი 500.000 არ ესე არ თქვა 9 მილიონი 9 მილიონი სხვანაირად ჟღერს ხო თუ აღმოაჩენ 4 ლიმონს 9 ლიმონს უფრო სწორედ მოიგებ 100.000 ლარს ხოლო 3 ლიმონზე მოგება არის 5,000 ლარი. ესე იგი მიკარნახე ხარ სად გადავფხიკო ეს როგორ გადავფხიკო? აი საფანი ქლიანად შეგვიძლია გადავფხიკო ოღონდ ისე. დავიწყოთ. და მეორე არა ნინო, აი და რა შეეხება ეხლა მეორეველს? გოდერძი ნუ ხარ სუსტრაფი. რა შეეხება ეხლა მეორეველს? მეორეველში უნდა გადავფხიკო და იმ შემთხვევაში თუ აღმოაჩინე 3 ერთნაირი ციფრი მოგება არის იმ ციფრის ექვივალენტი. აჰა. ლროა წერია ეგ ადგილი უნდა გადავფხიკო. მოგების 2 შანსი ამ ერთ ბილეთში რომელიც დღეს 7 ლარი. დავიწყე მეკითხები არ მაქვს. ყველგან სახლთან ახლოს მდებარე ქსელურ მარკეტებში საქართველოს ეროვნული ლოტარია. ძალიან ნაზად ვაკეთე. რაღაცა ციფრები გამოჩნდა ჩემთან ხომ მშვიდობა. და ფულიც უნდა მომეტანო, ვერ გავთვალე. არა, ჯერზე რომ მოხვა. ნინო, გითხარი, რამდენი ხანია დაიწყო ეს ამ 7 ლარიანი ასე ვთქვათ. 9 ლიმონი ბაზარზე გამოვუშვით სულ რაღაც რამდენიმე თვეა. პირველად დიდი მოგება გაგვითამაშდა 100.000 ლარი, რომელიც მოიგო ძალიან საყვარელმა ქალბატონმა და სულ რამდენიმე დღის წინ გაგვითამაშდა 500.000 ლარი, რომელიც უკვე გადაეცა ქალბატონ დოდო დეღენაძეს
უკვე როგორც სიუჟეტში ითქვა ის ამ მოგებით აპირებს აგარაკი შეძენას და ყველას ერთად დაგპატიჟებს იმედი გვაქვს. ვა, რა კარგია. და მოკლედ გვიხარია რომ ადამიანების ცხოვრებას წამებში რადიკალურად უკეთესობისკენ ვცვლით. კარგი. ჩვენ ნინო არ გვცალიან. შეიძლება გააკეთოთ. ერთი რა მაინტერესებს. თქვენ რომ ისაუბროს თუ შეიძლება. პროცედურა. თქვენ გადაფიქრეთ. კოდექსი არის ძალიან კარგი გადამხეკვა. კიდე გაჩუქებ და სახში შეგიძლიათ გადამხიკოთ. ერთი მაგრამ ვერ გავიგე ხომ და აგვიხსნას რა. აგ პროცედურები მაინტერესებს. ქალბატონი დოდოს მსგავსად ჯიხურში ყიდულობს მსურველი ამ ფორმის რა ქვია ლატარიას, მომენტალურ ლატარიას ნახევარ ლიმონს. იქვე ქალბატონმა დოდომ იქვე შეავსო, ხო? კი არ შეავსო, გადაფხიკა, ხო, იქვე. ეხლა რასაკეთებდი შენ? იქვე გადაფხიკა და რომ ამოუვიდა 5 ნახევარი ლიმონი დარეკა ჩვენთან ცხელ ხაზზე და იმ მომენტში მეც იქ ვიმყოფებოდი და რომ ეუნება ოპერატორს რომ იცით ნახევარი ლიმონი 5 ერთეული ამომივიდაო და ჩვენ ხო უკვე ვიცით რომ ეს 500,000-ის მოგება. არა, არ იცოდა და რა არისო ესო, რა მოგება არისო და ჩვენ რო უთხართ ქალბატონო თქვენ 500,000 ლარი მოიგეთ ნახევარი მილიონი ლარი არა, კარგითო რა. არა, შეიძლება ესე მოხდესო და ამ დროს მოხდა თქვენთან დარეკა, ესე იგი, ტელეფონის ნომერი ვუთხრათ ჩვენს მაყურებელს, რომ კითხვების შემთხვევაში შეუძლია დარეკოს და ინფორმაცია გაიგოს. ადგილზე ალბათ ჯიხურებშიც აწვდიან ამ მომწურავ ინფორმაციას, ხო? გამოქვეყნებული აწვდიან კიდეც და ესენი ძალიან დაკავებულები არიან და მე უკვე გადავხიკე და ამიხსენია, მოვიგე რამე? დერა. ერთი ლიმონი ამოგივიდა. ანუ ჯიხურში მივალ და მე ერთი ლიმონს 15 ლარი მოიგე. 15 ლარი მომიგე. ნინო, მოიგო 15 ლარი და შენ ხიკე. მე რა მოვიგე ნინო? შენ შეგიძლია ესეც გადავხიკო. ხო და 15 ლარს სად მივაკითხო? ხო. 15 ლარის განახდება შეგიძლია ლატარიის ჯიხურებში და სერვის ცენტრებში, რომლებიც მდებარეობს ყველა დიდ სავაჭრო მოლში მთელი საქართველოს მასშტაბით. ანუ ფულად მივიღებ სრული შემთხვევაში თუ გინდა კომბოსტო აწოლინეთ 15 ლარი. მადლობა თქვენ და ველოდებით კიდევ ორ აი ძალიან იხბლიან ადამიანს რომელიც მოიგებს ნახევარ მილიონს. არ ვიცი. რა მოიგო? არა, შემდეგში ცადეთ. მოკლედ, არ გეგმართ. მადლობა. ნინო პოძრებსკაიას უნდა გადაუხადოთ. მადლობა თქვენ. და ბევრი გამარჯვებულია ლატარიას. სხვათა შორის კი ლატარიას კარგი სარგებელი მოაქვს ეს ჯერ კიდევ ილია ჭავჭავაძის დროიდან იწყება ისტორია და ამიტომ ჯობია რომ პირადად იყიდო, გადაფხიკო და მოიგო. აი ვინც იყიდის, აი დღეს ვინც იყიდის, ყველა მოიგებს. აუცილებლად. დარჩენილია 2 ნახევარი მილიონი, ასე რომ 2 იხბლიანი ადამიანი უნდა გამოვიდეს. სადღაცა 1 მილიონი ქუჩებში დაძრწის ჯიხურებში. დიდი მადლობა ნინოს და აქ ჩვენს მაყურებელს. მადლობა.